მშვიდობის მეგობრებო, ეხლა ვიყურები ფანჯარაში და აი ეს ფანჯრიდან რო ეზოა, მოკლედ ჭიშკარზე უბრახუნებს ქალი, ამბობს მეზობელი ვარ და არავინ არ აგონებს, გავგიჟდი მე ვიფიქრე იქნებ ქონოთა ის რო არის ოფისი, იქნებ ჩავიდე თქო და გავაგებინო თქო. მაგრამ არ ჩუქები არაფერი არ ვიცი რა გავაკეთო თან ამ მეზობლების ახლა ისიც არ ვიცი როგორ გავოძახო რა გავაკეთო არ ვიცი ამ ხარში ამ ყინვაში გარეთ დგას ქალი სახში ვერ შედის საკუთარ სახში თან 12 საათი არ არის მეგობრებო როგორ შეიძლება ესე ჩაკეტვა ახლა ვფიქრობ რა გავაკეთო სულ მეუბნება აიო რა ის რაღაცნაირად მოვიფიქრებსო ეთქობა არა აქვს ისეთი სიტუაცია ხა ტელეფონი რო ქონოდა ანუ რა ვიცი ხო ვიღაცა შეიძლება დაუკავშირდა ეს ან ბოლო კიდურესი სიტუაცია ალბათ პატრონია რა გავეს მოკლედ ვიღაცამ გააღვეტყობა რაღაცა დაეხმარა რა გარედან ვიღაცა შემოვიდა ის ქალი საცოდავი თავარია დავმშვიდი ახლა რომ დაჟე უკვე ვფიქრობდი რა ანუ რა მოვიფიქრო თქო რა სახელი კი ვიცი ერთი მეზობლის და მეთქი ახლა ვიყვირო ვიღრეო ამ შუაღამეს ხო მაშინ გაფუსი მოკელებით ვეძახი გაფუსი მოკლედ მეგობრებო რა ხდება ცოტა ხნის უკან პირდაპირი ტრანსლაცია იყო თეთრი სახლიდან ანუ ტრამპის და დონალდ ტრამპის და ვლადიმერ ზელენსკის შეხვედრა ну მე სადღაცა მგონი შვიდან დავიწყე რა ყურება იმიტომ რომ ახლა არ ვიცოდი და საიდანაც დავიწყე ყურება მოკლედ უსმენ რაღაცა ახლა ლაპარაკობენ ორივე მხარე ახლა ის ამერიკის პრეზიდენტია თავის ქვეყნის ინტერესები პირველ რიგში უყენია ზელენსკი კიდე თავისას ლაპარაკობს მოკლედ ბოლოს ისე დაიძაბა სიტუაცია ისე აი მართლა მე ეს არ ვიცი რა ქვია იმ კაცს იმიდან თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან არის ერთ-ერთი მე გამახსენდება რა მოკლედ ეს ზელენსკის მიმართ რომ ძალიან ესე უპატივცემულოდ ესაუბრებითო რა ზელენსკისო და ანუ ესე არ შეიძლებაო რა ანუ შენიშვნა მისცა რა ხო ისე მეც შევატყვი ძალიან კი ახლა მესმის რომ გაღიზიანებულია და ის მაგრამ ეს ხომ არ არის რაღაცა ქუჩის გარჩევები და რაღაცა იქ ჩაცუცქულები ხო არ საუბრობენ თეთრ სახლში ანუ რაღაცა პატარა ელემენტარული კულტურა ეს დიპლომატია ხო უნდა გააჩნდეს სადაც ეს ცოტა არ მესიამოვნა მე და მეც დავიძაბე და თან დონალდ ტრამპს იმ ხელა აი ეს გამოიჩინა ნებისყოფა შევატყვე უკვე ცოტას და უკვე გაბრაზდა სერიოზულად გაბრაზდა ხო და ფაქტიურად ჩაიშალა რა მოლაპარაკება ანუ ეს იყო მოლაპარაკება ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ისეთი აი როგორ თქვა რაღაცნაირად კი გასაგებია ახლა ის ამბობდა რომ აი მაგალითად არასრულებსო ისო თავის სიტყვასო ბევრჯერ იყო ესეთი ანუ ფურცელზეცო ისო მაგრამ საქმე არ კეთდებაო აი იმიტომ ვამბობ ყოველთვის რომ არანაირი საერთოდ სიტყვებს ფასი არ აქვს ადამიანის საქმეზე არ გააკეთებს რამეს მე ესე მწავს მაგალითად მე ესე ვუყურებ ყოველთვის ადამიანებს რა შეიძლება ძალიან ბევრს ბრახუნობდეს რომ ესე რომ ვთქვა ადამიანი მაგრამ საქმეზე პირველი არის ადამიანის შეფასება შეიძლება საქმით ხო და მოკლედ ძალიან დავიძაბე და ეს არ არის კარგი ახლა ზოგადად მთლიანი მსოფლიოსთვის არ არის კარგი იმიტომ რომ ამერიკა არ არის პატარა ქვეყანა საკმაოდ ძლიერია თავისი ყველანაირი გაგებით რა და მოკლედ ძალიან დიდი როლი აქვს და ესე თუ გაგრძელდა და ესე თუ რაღაცა შეთანხმებამდე არ მივიდა ეს ყველაფერი რა ვიცი ჯვარი გწერია
სერიოზული დაპირისპირება თუ გაჭაღდა ძალიან ცუდი სავალალო შედეგი დადგება და რა ვიცი მოკლედ არ მესიამონა ესეთი დიალოგი მაქსიმალურად ცდილობდა ამერიკის პრეზიდენტი რომ თავი შეეკავებინა და თან ეუბნება უხსნის რომ ხო ესე გამოდიოდა იცი და ჭორიკა და ისინი რა იცი მან ესე მე რატო მე არ მაშვები ანუ რაღაც შეჯიბრისავით იყო რა ის ცუდი ბიჭია მე კარგი ბიჭი ვარ და რაღაც ესეთი ამ დროს ორივე ცუდი ბიჭია ანუ მე ვეძახი მიხვდით ხო ანუ დონალდ ტრამპს ეუბნებოდა რომ ესე და მოკლედ გავგიჟდი გავოგნდი რა ხო ელემენტარულად რომ მადლიერი მაინც უნდა იყოთო ჩვენი ანუ ამ ხელდახმარება გაგიწიეთო და ну აი რუსული სიტყვა ძალიან ესეთი სწორედ გამოხატავს იაბი და ეს ენები რო დააქვს აი ნული დიპლომატია ხო და რა ვიცი ჩემი აზრია მეგობრებო არ ვიცი შეიძლება ბევრს არ მოგეწონათ ეს ჩემი აზრი მაგრამ როცა შენი ქვეყანა გიყვარს ხო და შენი ხალხისთვის გინდა ну მინიმუმ სიცოცხლე ესეთ იმაში არ ჩაებმევი რა ყველა გზას გამონახავ რომ მაგამდე არ მივიდეს საქმე ხო და სამწუხაროდ მივიდა კი არა და აგერ უკვე ევროპა ცალკე ამერიკა ცალკე აგვარებს ესე ასე თქვა და მორი მხარის გაბრჭებულ საქმეს და ამ ორმა არ მომერიდება და ვიტყვი უტვინოებმა რამდენი ხალხის სიცოცხლე შეიწირა გინდა ერთი მხრიდან გინდა მეორე მხრიდან რა ადამიანები არ არიან ორივე მხარეს ადამიანები არიან და ადამიანის მსხვერპლია ხო და ну მოკლედ ახლა რამს უნდა და როგორ მოერიგებინა ახლა იმას თავისი დაინტერესებაც აქვს თავისთავად ახლა აბა ხო თან მარტო დაინტერესება კი არა ის მეგობრებო ეს არის პრაქტიკულად გარანტიაც არის უკრაინის მხარისთვის მაგრამ მაგდენი ეტყობა ვერ მიხვდა თუ ვერ გაიგო თუ არ ვიცი საით მეყავდა ეს ლაპარაკი მოკლედ ძალიან დაიძაბა ფაქტიურად ჩაიშალა და ეს ბოლოს ეს უთხრა ტრამპმა ზელენსკის რომ ეთქობა მსათარხად მოლაპარაკებისთვის და ანუ როცა მზად იქნებითო მაშინ ვილაპარაკოთ რა ძალიან აი ჯერ მარტო რომ უყურებდი რა ანუ ფიზიკურად როგორ იჯდა ანუ იჯდა რა ეხლა ლამისა კალთაში ჩავიშდა დონალდ ტრამპს რა ისე ლაპარაკებოდა ხო ну არ ვიცი რა ეს პრინციპში რას უნდა ელოდო ადამიანისგან რომელიც არის იყო უბრალოდ უბრალო მსახიობი კომიკური მსახიობი არ ვიცი მე საერთოდ რა კრიტერიუმები დაირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად და ესე დააქცია ამხელა ქვეყანა გააქცია ხალხი საზღვარგარეთ გააუბედო რა რამდენი ოჯახი გააუბედო რა მე პირველ რიგში არ ვიცი ახლა მომერთა მაპატიე მაგრამ პირველ რიგში საერთოდ ქვეყნის მეთაურს გადანაშაულებ ყოველთვის იმაში რაც ემართება მის ხალხს ანუ ესე იგი გონიერება არ გეყო რომ რაღაცნაირად გამოგეყვანა შენი ხალხი ამ სიტუაციიდან არ ვიცი რა მოკლედ უკვე გაბრჭებულ საქმეს ვეღარაფერი ვერ შეაკეთებს ვერ გაამტელებს მთავარია რომ ეხლა ეს სენი არ გადაედოს მსოფლიოს სხვა დანარჩენ ხარებს და ეხლა ვიღაცა იტყვის რომ იცით რა არის ანუ დაუშელი და რაღაცა გასაგებია ყველაფერი მაგრამ რეალობას ხო ხედავთ რომ ამხელა მონსტრს ვთქვათ ხო აი დიდ მონსტრს ვინ შეებრძოლება აი ბრიყვი მხოლოდ აი რაც არ უნდა იძახო მე ჩემი ამის თავისუფლება და რაღაცა ნუ პატრიოტიზმი და კი გასაგებია მაგრამ როცა ნაბიჯს დგავ ხო უნდა გაიაზრო ის რომ ვის ეჭუბები
წონითი კატეგორია რო რადიკალურად განსხვავდება. ეს დაახლოებით აიცით რაც მაგონებს ფილმი როა მარველის კაპიტან ამერიკა გამხდარი როა და სულ რო ჩხუბობს და ძვაკაცი როება როდემდე უნდა გადაგარჩინო რა ანუ გაჩერდიო რა მე კი რაღაცა ექსპერიმენტების იმით კი გაძლიერდება და გახდება კაპიტან ამერიკა მაგრამ ანუ აი დაახლოებით ესეთი ვარიანტია როცა ესეთი მოცუცკნული ხარ და ებრძვი დიდ იმპერიას როგორც ქვია ხო ფიქრობ სუმცირე რაღაცა ან ბოლო-ბოლო რაღაცა თუ შენ რაღაცა ვერ ეტოლები ძალით ხო გონებით მაინც იმოქმედე არც ერთი რო აქ და არც მეორე ადამიანს ნუ ფაქტის სახეზეა მე არ ვიცი რა აი ცუდად ხდიდა ის კადრები რასაც ადრე დასაწყისში უყურებდი დაწყებული იმ მაიდანიდან აი გეფიცებით ჩემი ანუ Facebook მეგობარი ხელოვანი ქალია ძალიან ლამაზ თოჯინებს ქმნის მოკლედ იმის პოსტებს რო უყურებდი აი იმდენად ემოციურად საუბრობდა და ისე რომ აი იქ ვიყავი თითქოს იქ ანუ გრძნობდი იმას და ამ დროს აი ესეთი ხალხი რამდენია რომელიც აი თავის საქმეს აკეთებს რაღაცა და ამ დროს ვიღაცა შენ გარეშე წვიტავს შენი ქვეყნის ბედს და რაღაცა ჯურმულებში გამყოფებს არ ვიცი მართლა იმედი მაქვს არა იმედი სიტყვაც არ მომწონს მოლოდინი მაქვს ღმერთი ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს და გამოჩნდება რა ყველაფერი მე ამის დიდი მოლოდინი მაქვს და მინდა რომ უბრალო ხალხი რომელიც საერთოდ არ მონაწილეობს ხოლმე და თავისთვის უნდა რომ იცხოვროს დაიბადა ხო და შვილები ყავს რაღაცა ოჯახები ყავთ და უბრალოდ ცხოვრება უნდათ და უნდათ იმუშაონ იშრომონ საკვები მიიღონ თუ იმოგზაურონ თუ რაღაცა და თავისი ცხოვრება ეს მოცუცქნული პაწაწუნა ცხოვრება განვლონ და ამ დროს ვიღაცეები თავისი დიდ თამაშებს თამაშობენ და შენ არაფერს არ გეკითხებიან და ესე არა ადამიანურად იქცევიან რა მოკლედ არ ვიცი მოკლედ ესეთი ამბებია მეგობრებო ახლა 12 წუთია 5 წუთი თავის ტკივილს არ გავლია და მე მგონი მივხვდი სიბრალეა ცოტა რაღაცა არასწორი ვირთვი 2 დღის განმავლობაში წონა იგივე იმაზე ანუ არსად ქვემოთაც უკვე ჯერ არ იკლებს იმიტომ რომ რეჟიმი ამერია ძილის თავისთავად კვების რეჟიმი წირევა როცა ძილი გერევა კვება წირევა და ისევ ვასწორებთ რა მოკლედ ნუ პირველი რეჟიმის მტერი ბრძანდება აქეთ და ნუ აი ესე რა ვერგები მას და სხვა გზა არ მაქვს და ეხლა ულტიმატუმები დავუყენე რომ უნდა დაიძინოს დროზე ადგეს ხოლმე ნორმალური ადამიანებით იცხოვროს და თავისებური ხასიათი აქვს რა სოსოს მეგობრებო თან გარდატეხის ასაკი არ არის იოლი ამბავი მისთვის უკვე აღარ ვიცი ჩემთვის საკმაოდ უკვე აუტანელი და გაუცაძლისი ხდება ესეთი რაღაცები დღეს იყო თუ გუში მეუბნები რომ ბოლო მეთქი იქამდე მიმოყან რომ რაღაცა დროით გადავალთ ბებეს ეძახის ან დედაჩემს ბებესთან მეთქი გადავალთ თქო და იქ უკვე იმისი წესებია სახში თქო და იქ ვერ იქნები ისე როგორც აქ ხარ თქო და არც კომპიუტერი გექნება თქო და ანუ ჩაჟდები რა იძულებით რეჟიმში თქო მართლა გავაკეთებ თუ ესე გაგრძელდა იმიტომ რომ უნდა მოეგოს რა მოგიც გონს მე კიდე არ ვარ ახლა ვიღაცა ისეთი რომ ყვირილით და ცემატყებით და იმითი ხო როგორც კი რაღაცა ხმას აუწევ ბულინგი სიტყვა კარგად დაისეპირეს ბავშვებმა მოკლედ მე ჩვენ რომ მშობლებს გვაბულინგებენ ეგ არაფერი ხო დავიჩივლე ესე თქვენ მოკლედ ესეთი ამბები ახლა
ახლა ნელ-ნელა სწავლოთ დავიძინებთ. იმედი არა კიდე იმედი არ მიყვარს. რატო არ მიყვარს იცით მეგობრებო ეს სიტყვა? გაურკვეველია. არც იქით არის არც აქ და იმედი. როგორც აი ხვალინდელი დღე ხო? აი ესეთი რაღაცა. დღეს და ახლა აი ესე უნდა იყოს ცხოვრებაში ყველაფერი. აი ხვალ გავაკეთებ, ზეგ გავაკეთებ, ჩათვალეთ რომ ის უკვე აი კარგად გადადებული საქმეა. ნუ თუ რაღაცის გაკეთება გინდა გააკეთე ახლა. ესეა რა. მე მაგალითად მიმაჩნია რომ ერთი დღეა ადამიანი, ანუ ყოველ დღე ხო იღვიძებ და ღამემდე, ანუ ის ერთი დღეა მთავარი. ამას თუ გაიაზრებს ადამიანი, გაცილებით ბევრს გააკეთებს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ანუ ხვალ სიტყვა ეს ისეთი რაღაცაა, ის არასოდეს არ დგება, ანუ ხვალ რო გათენდება, ის უკვე დღეს არის, ხო, ხვალ ხო აღარ არის, ხო? ანუ მიხვდით ხო ეს თქმა და ამიტომ ესეა რა, იმედიც დაახლოებით ეგეთი ვარიანტია და მოლოდინი კიდე შეიძლება რაღაცა, ნუ ველოდები და კეთდება, სრულდება რაღაცა სხვა დატვირთვა აქ ჩემი აზრით. ხო. მოკლედ ასე, კარგი თავადროებით დაგემშვიდობებით, ხვალამდე. ხო. და აბა დამშონე დავჭამე, გაიგე. კარგი თავდაცილინებისა.